გამარჯობა. ეს არის პოდკასტი 31-ის, რიგით მე-9 ეპიზოდი და მე ხატია ძნელაძე ვარ. უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ უკავშირებისთვის, რომელსაც ჩემთვის იმეტებთ და რომელსაც წერთ ჩემს არხზე, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი არხისთვის და უღრმესი მადლობა ამ ყველაფრისთვის. დღევანდელი რიგით მე-9 ეპიზოდის სტუმარი და თემა ზოგადად ძალიან საინტერესო ამბავია და ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახლავთ უმშვენიერესი ულამაზესი და თავისი საქმის პროფესიონალი, მოზრდილთა და ბავშვთა თერაპევტი, სტომატოლოგი გვანცა ფეტელავა ჩემთან სტუმრად. მოგესალმებით, მადლობას გიხდი ამ მოწვევისთვის, წარმატებებს გისურვებ პირველ რიგში და მე ხარია რომ დღეს თქვენთან ერთად ვარ. მადლობა გვანცო შენ პირიქით იმისთვის რომ მოხვედი ჩემთან, გამონახე დრო აი ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში, როდესაც აი ასეთ მნიშვნელოვან ეტაპს გადიხარ ცხოვრების და მოკლედ უღრმესი მადლობა გემადლიერები მთელი გულით. მე პირველ რიგში მაინტერესებს, როგორც ჩემს ყველა სტუმარს ვეკითხები ხოლმე, საიდან დაიწყო შენი ეს ისტორია, რომელმაც აქამდე მოგიყვანა, საიდან დაიწყო შენი ეს აი ამ მიმართულებით ინტერესი და ზოგადად ეს ყველაფერი, რომ შევაჯამოთ აი შენი ბავშვობიდან დღემდე, საიდან მოდის, როგორ მოდის და ასე შემდეგ. სიმართლე გითხრა, ბავშვობაში ესე ამ მიმართულებით კონკრეტულად ბავშვთა სტომატოლოგიის მიმართულებით სურვილი და მონდომება საერთოდ არ მქონია. სტომატოლოგი ხა ოჯახში დეიდა მყავდა და რაღაცა მასთან ძალიან ხშირად მიწევდა მისვლა და კომუნიკაცია და ყველაზე პირველი და მთავარი პრობლემა ის იყო, რომ მე თვითონ ვიყავი სტომატოლოგის პაციენტი ხშირი. ხო და ამ ყველაფერმა იმოქმედა იმაზე, რომ გარდატეხის ასაკში დამჭირდა ორთოდონტიული მკურნალობაც მქონდა, რაღაცა კბილებზე გამოხატული ლაქები, ხშირი სტუმარი ვიყავი სტომატოლოგის და სულ რაღაცა პრობლემები მქონდა სტომატოლოგიის სფეროში და შესაბამისად ჩემი სურვილი იყო, რომ ეს ყველაფერი როგორც ჩემთვის გამომესწორებინა, ასევე სამომავლოდ სხვა ბავშვებისთვის შემექმნა რაღაცა ჯანსაღი, იმიტომ რომ გარდატეხის ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია და ბავშვისთვის ძალიან ახმადია ეს ვიზუალური ამბავი. კი, ნამდვილად. სამომავლოდ მე ისე გადაწყდა, რომ რაღაცა მამა მომცა მიმართულება, რომ აი ხوار გეცადა და ხوار გინდომებოდა, რომ ჩაგებარებინა სამედიცინოში. სიმართლე გითხრათ, ისე გააზრებულად მაშინ არ მქონდა გათვითცნობიერებული, რას ვეჭიდებოდი. იმიტომ რომ იმ დროში საკმაოდ რთული იყო სამედიცინოში სწავლა, მაგრამ რატომღაც შესავსები იყო თუ გახსოვთ ჩამონათვალში 1-5 უნივერსიტეტი და სულ მეწერა სამედიცინო უნივერსიტეტი და ვამბობდი რომ მეთქი აი სტომატოლოგიის ფაკულტეტზე თუ ვერ მოვხვდები მედიცინიდან მაინც სტომატოლოგიაზე გადავალ, იმიტომ რომ არც განვიხილავდი სხვა უნივერსიტეტს. ორიენტირი თავიდანვე იყო ამ მიმართულებით და ამ უნივერსიტეტში ყველაზე მთავარი, იმიტომ რომ ძალიან მინდოდა სამედიცინოში მესწავლო და შესაბამისად ჩავირიცხე სამედიცინოში. შემდგომში რეზიდენტურა გავიარე 2 წელი და დღესდღეობით უკვე, 8 წელზე მეტია ვარ ამ სფეროში და ვმუშაობ ბავშვთა და მოსდილ სტომატოლოგად, თერაპევტად. ამ ვიწრო სპეციალობის მიმართულება უკავშირდება კვეთას ჩემ კლინიკასთან, სადაც ჩამოვყალიბდი პროფესიულად. ეს კიდე ცალკე საინტერესო ამბავია, იმიტომ რომ მე რომ მოვჭი რეზიდენტურას, მაშინ ჭრილი ბავშვთა სტომატოლოგია ცალკე რეზიდენტურის ბაზა არ არსებობდა. ანუ ზოგადი პროფილის თერაპევტად ამთავრებდი, ასე ვთქვათ, რეზიდენტურის ბაზას და მუშაობაც მაშინ ახალი დამთავრებული მქონდა, დაწყებული მქონდა კლინიკაში და ვიღებდი როგორც მოზრდილებს, ასევე ბავშვებს. თუმცა უფრო მეტი მომართვიანობა, რა თქმა უნდა, დიდების ასაკის მქონდა და ხშირი შეხება ესე რომ ყოველდღიური თქვათ რომ ბავშვების მიღება მქონდა ასე შემდეგ არ იყო. მერე უკვე შემდგომში რაღაცნაირად კვეთა მოხდა ისე რომ წამოვედი ერთი სამსახურიდან, ბევრი სამსახური არც გამომიცვლია სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან რთული თემაა ეს ჩემთვის, აი რაღაცა ოჯახური ამბავი, იმიტომ რომ თუ გარემოს ვერგები ვიღებ, თქვათ, იმდენად მიყვარდება, რომ მერე ცოტა მიჭირს ხოლმე. კი, რთულია ზოგადად, კი. ძალიან რთულია და შესაბამისად ერთ-ერთი ჩემი ერთგულების ამბავი ალბათ კიდევ ბევრ სხვა დანარჩენთან ერთად, რომ ამდენი წელია მე ნინო ბერიძის კლინიკაში ვარ და
მადლობელი ვარ ნინოსი ყველაფრისთვის, იმიტომ რომ ჩემი პროფესიული კარიერა სრულად ქალბატონინოს დამსახურებაა. გასაუბრებაზე რომ მივედი, პირველი რაც მითხრეს, კადრი ხარ ბავშვთაო. ცოტა გამეცინა, იმიტომ რომ ვერ წარმოვედგინა, რომ კადრი ბავშვთა მიმართულების პროფილით, იმიტომ რომ არც გამოცდილება მქონდა, ახალი დაწყებული ექიმი ვიყავი სტაჟით, ასე ვთქვათ და ცოტა ემოციურად ვორჭოფობდი, რომ აი რამდენად ვთქვათ გაამართლებდა ჩემი კონკრეტულად ამ მიმართულებაში მუშაობის დაწყება. ქალბატონ ნინოს ქონდა ცალკე ორთოდონტიული კლინიკა მაშინ და ზუსტად იგეგმებოდა ბავშვთა სტომატოლოგიური ცენტრის გახსნა. საქართველოს თბილისის მასშტაბით ეს საერთოდ არ იყო ასეთი დაწესებულება და პირველები ვიყავით, ვინც ამ ჭრილში და ამ მიმართულებით ბავშვთა სტომატოლოგია გავხსენით როგორც ცალკე კლინიკა და ცალკე ბაზა. და შესაბამისად ზუსტად ამ კლინიკისთვის მამზადებდნენ როგორც თქვათ ბავშვთა სტომატოლოგს და იქიდან მოყოლებული ეს იყო 2019 წლის 15 იანვარი, კარგად მახსოვს და 15 იანვრიდან 2019 წლიდან დღემდე ვარ ბავშვთა და მოზრდილთა ექიმი თერაპევტი ნინო ბერიძის კლინიკაში და ვემსახურები 0-დან 18 წლამდე პატარებს და ვიღებ ძალიან დიდ სიამოვნებას. აიც რა ყველაზე მთავარი ეგ არის, რა შენი საქმიდან რომ იღებ სიამოვნებას და როცა რასაც აკეთებ გიყვარს, აი უფრო მეტად წარმატებული ხარ და უფრო მეტად შემდგარი ხარ და უფრო მეტადაც შემოდის მე შენს ენერგიებში რაღაცა ის წარმატების ენერგიები. თავიდან ხო იცით, მაინც ორჭოფო პირველი რამდენიმე წელი არის გამოცდილების, სწავლების, იმიტომ რომ ერკვევი ამ ყველაფერში, იმიტომ რომ მე რომ არ მყოლოდა ასეთი კვალიფიციური ადამიანები გვერდში, იგივე ელენე ხარაშვილის თამადობით, რომელიც ბავშვთა განყოფილების ხელმძღვანელია, რომელმაც აი ესე გვერდში დაგვიდგა ფაქტობრივად და გაგზარდა ბავშვთა სტომატოლოგებად, იმიტომ რომ ერთი არას უყურებ, მეორე არას სწავლობ და მესამე პრაქტიკაში ამ ყველაფერს როგორ გამოიყენებ. ამას რა თქმა უნდა სწავლასთან, ცოდნასთან ერთად გამოცდილება და ხანგრძლივი პერიოდი ჭირდება, რომ თქვა, რომ აი ეს ყველაფერი შენ გაიარე და ნამდვილად ერთი კუთხით დარწმუნებული იყო, რომ შენ ნამდვილად იქ ხარ, სადაც უნდა იყო და მეორე რომ სიამოვნებს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ვერ წარმომიდგენია მართლა ბავშვთა სტომატოლოგად იმუშაო და უბრალოდ არ გსიამოვნებდეს ამ საქმის კეთება, იმიტომ რომ შეუძლებელია ეს ყველაფერი აკეთო ხანგრძლივი პერიოდით. მიხვდით, შეიძლება რაღაცა დიდებიც მიიღო, ბავშვებიც მიიღო, გაათანაბრო, ცოტა ემოციურად გადაანაწილო, მაგრამ აი ინტენსიურად ხა ჩვენთან ისეთი მომართვიანობა, რომ დღის განმავლობაში შეიძლება 8-10 ბავშვი მყავდეს და 5 დღიანი რეჟიმით კვირის განმავლობაში ჩაგდებების გარეშე და ნუ სულ გადავსებული გრაფიკებით და ამ რაოდენობის ბავშვის ემოციური მზაობა, რომ იგივე განწყობით, იგივე ემოციებით დახვდე, პირველ რიგში უნდა გიყვარდეს ბავშვები და გინდოდეს მათთან მუშაობა. აი ზუსტად მაგას ვიძახი, იმიტომ რომ მე მახსოვს ჩემი ბავშვობის, აი რაც თავი მახსოვს, სულ დავდიოდი სტომატოლოგთან. აი კბილებზე მქონდა სულ პრობლემა, ხან სინები მეკეთა, ხან ბრეკეტები მეკეთა. მაშინ თინა მიქაძესთან კი, ქალბატონ თინა მიქაძესთანაც ვიყავი, მანამდე მერი კოტარიასთან დავდიოდი, მაგრამ აი ხლა რის თქმა მინდა, იმდენად ვისტრესებოდი სტომატოლოგთან კომუნიკაციით, რომ არ ვიცი, ცოტა ისეთი სიმკაცრით, ხო? მაშინ არ იყო. ხო, მაშინ არ იყო და აი მეშინოდა, აი სტომატოლოგთან წასვლა, რომ ვიცოდი, რომ იმ დღეს უნდა წავსულიყავი. რეალურად ეს არის სტრესი. ხო, ეს არის ძალიან დიდი სტრესი. ცოტა ჩვენი თაობისაც შეიძლება, მშობლების თაობისაც და კიდე ცოტა უკან რო გადავხედოთ, ზუსტად ეს არის ფობია. რამაც ჯერ კიდე ვთქვათ, ვერ გადავლახეთ ბოლომდე და კიდე ალბათ წლები დაჭირდება, რომ რაც უფრო ახალგაზრდა მშობლების თაობა მოდის, მით უფრო მეტი ინფორმაცია, მეტი განათლება, მეტი ცნობადობა ამ თემებთან დაკავშირებით და ელემენტარული ის, რომ ვთქვათ, სარძევე კბილებს კურნალობა ჭირდება და ბავშვს არ უნდა მიიყურადო, ასე ვთქვათ, როდესაც კარიესი აქვს სარძევ ასაკში, ხო? ჯერ კიდე ბევრი წელი დაგჭირდება ამ ყველაფრისთვის, მაგრამ მე მიხარია, რომ
ერთ-ერთი მათგანი ვარ და ვადგავარ ამ გზას, რომ ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში აუცილებლად შეიცვალოს და პირველ რიგში ცნობადობა გაიზარდოს ბავშვთა სტომატოლოგიის მიმართულებით, რომ იცოდნენ ამ ყველაფრის მნიშვნელობა. რატო, რისთვის არის საჭირო და რატო უნდა მივაქციოთ ყურადღება ამ ყველაფერს. კი, და აი ზუსტად მაგ ყველაფრიდან გამომდინარე, თუნდაც ზემოთ აღნიშნული ის რომ აი მართლა მეშინოდა სტომატოლოგთან მისვლა, აი დღევანდელ დღეს ეს არის რადიკალურად შეცვლილი, რადგან როგორც დასაწყისში ჩვენ საუბრობდით, ფსიქოლოგიის მიმართულებითაც ბევრი ექიმი იღებს რაღაცა კურსებს, სწავლობენ სხვადასხვა მიმართულებით, რომ მათ იცოდნენ ბავშვთან მიდგომა და ამ ყველაფრით გავუქროთ ჩვენ შვილებს შიში სტომატოლოგთან ვიზიტის. მე მაინტერესებს აი პირველ რიგში რა უნდა გავითვალისწინოთ პრობლემა, როდის შეიძლება რომ პირველი ვიზიტი განვახორციელოთ ექიმთან, სტომატოლოგთან და მეორე, ანუ ამ თემასთან ერთად მაინტერესებს რამდენად მოვამზადოთ ისინი და როგორ მოვამზადოთ ფსიქოლოგიურად. მე დავამატებდი ხატია, რომ მუცლად ყოფნის პერიოდიდან, ანუ როდესაც მშობელი არის ორსული, ხო? მაშინვე არის მნიშვნელოვანი საკუთარ პირველ სტომატოლოგთან კომუნიკაცია და სიარული. ის რომ პროფესიული წმენდა წელიწადში ორჯერ აუცილებლად ჩასატარებელია ორსულობის პერიოდში და აუცილებლად გასაკონტროლირებელია კარიესული კბილების დაზიანებები და რაოდენობა, ხო, იმ პერიოდში. რატო? მუცლად ყოფნის პერიოდში სადღაც მე-6, მე-8 კვირიდან იწყება ჩანასახების ჩამოყალიბება სარძევე კბილების. შესაბამისად, თუ ორსულს ექნება ტოქსიკოზი, თუ იქნება მინერალების დეფიციტი, თუ გვექნება სერიოზული ქრონიკული პათოლოგიები, სადაც დაგჭირდება მედიკამენტები, ხო, ამ ორსულობის პერიოდში, ეს რა თქმა უნდა თავის მხრივ გავლენას იქონიებს შემდგომში ბავშვს რომ ამოსასვლელი აქვს ეს სარძევე კბილები, ამოვა ნაკლებად მინერალიზებული, დაზიანებული, სტრუქტურულად მყიფე მსხვერვადი და შესაბამისად მერე მალევე რომ იწყებს დაზიანებას, უკვე პირველი ფაქტორი არის ეს ყველაფერი. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე, რომ ჯერ მშობლიდან გამომდინარე დავიწყოთ, მშობელს მივაწოდოთ ინფორმაცია თუ ორსულობის პერიოდში როგორ უნდა მოუაროს საკუთარ პირის ღრუს ჯანმრთელობას, რომ ეს ყველაფერი შემდგომში აისახოს თავისი შვილის პირის ღრუს ჯანმრთელობას. რაც შეეხება პირველად ვიზიტს, მე ვიტყოდი, რომ პირველივე კბილის ამოჭრისთანავე, იმიტომ რომ პირველივე კბილის ამოჭრისთანავე ვიზიტი სტომატოლოგთან შეიძლება არ იყოს, თქვათ, ესეთი წარმატებული, ადაპტირებული, არ დაგიჯდეს ბავშვი, რა თქმა უნდა, სავარძელზე, მაგრამ აქ კომუნიკაცია პირველ რიგში სწორი უნდა მოხდეს ექიმსა და მშობელს შორის. მე როგორც ექიმი მშობელს ვაძლევ რეკომენდაციას, თუ როგორ უნდა მოუაროს უკვე გასამზადებლად ამოჭრილ სარძევე კბილებს, ხო? იგივე ჰიგიენა როგორ უნდა დაიცვას, დღეში რამდენჯერ უნდა გამოიხეხოს, კვება როგორი უნდა იყოს. ამიტომ პირველივე ვიზიტი მნიშვნელოვანია პირველივე კბილის ამოჭრისთანავე, რომ სწორი რეკომენდაციები გავცეთ და მოვამზადოთ მშობელი იმისთვის, თუ სამომავლოდ რა ელოდება. შემდგომში უკვე ეს ადაპტაციის ფაზა, რასაც ეწოდება, ადაპტაციის ფაზა ძირითადად 2.5-3 წლის ასაკიდან არის მნიშვნელოვანი. 2.5-3 წელი რატო ვახსენე? 2.5-3 წელზე სრულდება უკვე სარძევე კბილების ამოჭრა. და ამ დროს 3 წლის ბავშვს უკვე აღენიშნება 20 სარძევე კბილი, ხო, როგორც 10 ზედაყბაზე, 10 ქვედაყბაზე. ანუ სრულად სარძევე კბილის ამოჭრის ფაზაში უკვე ბავშვს ასაკიდან გამომდინარეც და მშობელს მზაობიდან გამომდინარეც აქვს რესურსი, რომ ამბულატორიაში დაიწყოს ადაპტაცია. ოღონდ ეს არ უნდა იყოს ტკივილთან ასოცირებული. პირველი და უმთავრესი არის, რომ პირველადი ვიზიტი ბავშვის იყოს ადაპტაციური ხასიათის და პროფილაქტიკური მომართვის. არიან ხოლმე ხშირად მშობლები, რომ ნუ აი თვითონ უკონტროლებენ ხეხვას, ყველაფერს აკეთებენ, ნუ ბავშვი 3 წლიდან ისაც დამოუკიდებლობას იწყებს და აქვს ეს შინაგანი ამბავი, რომ თვითონ უნდა რომ გამოიხეხოს, მაგრამ ყოველთვის ვეუბნებით, რომ თქვენ უკონტროლეთ, ხო? და თუ კი ხედავენ, რომ პირის ღრუში პრობლემა არ არის, არც თვლის უმრავლესი მშობელი საჭიროებას, რომ მიიყვანოს პროფილაქტიკურ ვიზიტზე ბავშვთა სტომატოლოგთან. ამ დროს ყველაზე სწორი და ყველაზე მართებული არის ეს, რომ როდესაც ბავშვს არანაირი პრობლემა არ აქვს პირის ღრუში და მშობელი თვლის, რომ კვებაც, ჰიგიენაც, ყველაფერი მოწესრიგებული აქვს, ამ დროს მოხდეს პირველადი ამბულატორიული ვიზიტი ბავშვის სტომატოლოგთან.
ამ დროს ყალიბდება ნდობა, ამ დროს ყალიბდება ემოციური სტაბილობა ბავშვის, ეცნობა გარემოს, იღებს მარტივად ამ ყველაფერს და ჩემთვის ახლა მაგალითად რაც ახლა ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩემთვის პირველი ვიზიტი კონსულტაციის არის იგივე ადაპტაცია. კონსულტაცია არ არის მარტო სარკით ჩავხედე პირის ხრუში და მშობელს უთხარი ან ბავშვს უთხარი რა აქვს გასაკეთებელი, ხო? კონსულტაციაზე გათვალისწინებული დრო არის ადაპტაციის დრო. სადაც ჩვენ დეტალურად ვუხსნით ბავშვს, ინსტრუმენტებს ვანახებთ გარემოს, ვუხსნით სავარძელი როგორ მოძრაობს თუნდაც, ხო? რას შევეხები, რითი შევალ მასთან პირის ხრუში, ხო? და ამის აღქმა 3 წლიდან საკმაოდ ინტენსიურად არის შესაძლებელი, თუ რა თქმა უნდა, სხვა პრობლემები არ აქვს ბავშვს, ხო? ყოველთვის ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მცირე ასაკიდან პროფილაქტიკური მომართვით დაიწყოს ჩვენი და პირველადი პაციენტის ურთიერთობა და არ იყოს ტკივილთან, კარიესთან დაკავშირებული, რაც შემდგომში უფრო რთულ манипуляციებს მოითხოვს. ხო, ძალიან მართლა აი რამდენად როდინებით უნდა მიუდგე ამ საკითხს, რომ ის ბავშვის ფაქის ფსიქოლოგიას თუნდაც არ დაატრაუმირა მაგ დროს, რადგან აი ზუსტად მაქედან იწყება მისი ადაპტირება სამყაროსთან და ასე შემდეგ. პირველად აი როდის შეიძლება რომ გამოვხეხოთ ბავშვებს კბილები და აი ზოგადად ეს პროცესები აი პირველი კბილიდან მე როგორც ვიცი, მაგრამ აი ჩვენ საზოგადოებასაც რო ავუხსნათ და ის აიდან იწყება და როგორც გამოიჭრა პირველი კბილი შეგვიძლია რომ დაუწყოთ კბილის გამოხეხვა. არსებობს ძალიან ბევრი იგივე რეზინის სათითერგოლები, მარლები, პატარა ჯაგრისები, ხო? გააჩნია ვთქვათ რის საშუალებას გვაძლევს იმ მომენტში, მაგრამ ის რო აი დაველოდოთ მუდმივ თანკბილვას, სარძევე თანკბილვას და ვთქვათ დასრულდება და მერე დავიწყოთ ან გაიზრდება და შემდგომში არ არის აქ აუცილებელი რომ მაინც პასტით გამოუხეხოთ. შეიძლება გამდინარე წყლითაც ან უბრალოდ ამ სილიკონის ჯაგრისით. მთავარია რომ კვებითი ყოველდღიური ეს იქნება რძე თუ ეს იქნება დამატებით ხელოვნური საკვები თუ რაც იქნება პროდუქტი, დღის განმავლობაში დიდხანს არ ყოფნდებოდეს კბილების ზედაპირზე, ხო? იმიტომ რომ ღამის პერიოდში, როდესაც ნერწყვის ერთ-ერთი ფუნქცია არის დამცველობითი ფუნქცია. ღამის პერიოდში ეს ფუნქცია შეჩერებულია. შესაბამისად, ის საკვები პროდუქტები, რასაც ბავშვი ღამის ფაზაში მიიღებს, აბსოლუტურად ყველაფერი უმეტესად რჩება კბილების ზედაპირზე. რატომ არის ხოლმე შეიძლება იცით კიდევაც, მაგრამ ვიტყვი აქვე, რომ ბოთლისმიერი კარიესის დიაგნოზით ძალიან ბევრი ბავშვი. ეს რა არის ბოთლისმიერი კარიესი? ნაადრევ კარიესაც ვეძახით ჩვენ, როდესაც თქვათ ღამის ფაზაში ინტენსიურად ხდება იგივე ძუძუთ, იგივე დამტკბარი ჩაით, ხო, შაქრის შემცველი სითხეებით ბავშვის კვება, რაც სრულად ილექება მთელი ღამის პერიოდში კბილების მინაქარზე. შესაბამისად, ის შაქრები შემდგომში წარმოქმნის ბაქტერიულ ფლორას და იწყება უკვე ნაადრევი კარიესული დაზიანებები და სტრუქტურული ცვლილებები ამ კბილებზე, ხო? ამიტომ აუცილებლად პირველივე კბილის ამოჭრისთანავე უმეტესად რეკომენდაციას გავცემთ ხოლმე პასტების კუთხით, რომ 6 წლამდე სასურველია რომ ფტორის გარეშე, მაგრამ ეხლა უკვე ამერიკის ასოციაციიდან გამომდინარე და მთელი გაიდლაინებით პირველივე კბილის ამოჭრიდან შეგვიძლია ფტორირებული პასტების გამოყენებაც, მით უმეტეს ახლა რეგიონის კუთხით არ ვართ ისეთი რეგიონი, სადაც ჭარბი რაოდენობით იყოს ან სასმელ წყალში ან ასე შემდეგ. ამიტომ შეგვიძლია რომ უბრალოდ იქ ფტორის პასტებთან გასათვალისწინებელია რომ რაოდენობა, ხო, ამ პასტებსაც თავისი PPM-ებით განისაზღვრება, აწერია პასტებს და არ უნდა იყოს თქვათ 9-ზე მეტი და 6 წლიდან ინტენსიურად უკვე ვთავთ ფტორირებულ კბილის პასტებს და ის რომ დილოსაღამოს ორჯერ 2-3 წუთის განმავლობაში მშობლის რეკომენდაციით თავიდან რა თქმა უნდა ისედაც მშობლის კონტროლით ხდება, მაგრამ აი განსაკუთრებით 3-3.5 წლის ბავშვებში, იმიტომ რომ კიდე ერთი პრობლემა აქვს, რომ ჩვენ ახლა მით უმეტეს ახალგაზრდა მშობლები კიდე აი თითქოს 3 წლამდე ყველაფერს ვუკრძალავთ ჩაქრის შემცველს და 3 წლიდან არ ვიცი კიდე ბებია-ბაბუების დახმარებით თუ ბაღის დახმარებით თუ გარესამყაროს დახმარებით ინტენსიურად როგორც კი იწყებენ უცბად შაქრის შემცველი იგივე ტკბილეულის მიღებას, იგივე სხვადასხვა სასმელები იქნება თუ პროდუქტების ძალიან სწრაფად იწყებს უკვე სარძევე კბილები დაზიანებას და წარმოიქმნება საკმაოდ მძიმე სერიოზული პრობლემები. ამიტომ ამას ერთადერთი ჩვენ ხელს შეუწყობთ პროფილაქტიკით, წმენდით
და ჩეკით სტომატოლოგთან წელიწადში 2 ჯერ აუცილებლად, იმიტომ რომ პრევენცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი. ძალიან საინტერესო თემა აღნიშნე კვანცო წმენდა და კვება. ანუ კვება მაინტერესებს, აი რა უნდა დავიცვათ, რა ნორმები, რომ ვთქვათ დავიცვათ ჩვენი შვილების კბილები მისგან, რომ უფრო მეტად ჯანსაღი იყოს და მეორე ამ შეკითხვასთან ერთად ისიც მაინტერესებს აქვე, თუ რამდენჯერ შეგვიძლია რომ გავუწმინდოთ კბილები წელიწადში, კი გავიგე რომ 2 ჯერ, მაგრამ რამდენი წლიდან? ანუ ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. იდეაში რამდენი წლიდან შეგვიძლია, როცა უკვე ვთქვათ ამბულატორიაში ადაპტირებულია. ეს უმეტეს შემთხვევაში 3 წლიდან არის. უბრალოდ განსხვავდება წმენდის ვთქვათ ტექნიკები და პროცედურები, ხო? ჩვენ ხა 3 წლის ბავშვს არ ვთავაზობთ პირდაპირ ვთქვათ აირჭავლოვანი მეთოდით წმენდას, ხო? რთულია ბავშვი, რა თქმა უნდა, ხა დიდ სუჭირს ხოლმე ხანდახან და 3 წლის ბავშვისთვის საკმაოდ რთულია. თუმცა, აქაც დავამატებ, არის შემთხვევები, როდესაც ამ ასაკში აღინიშნება ბლექსტეინი ქვია პრისლის ნადები, რომელიც რკინის დაჟანგვის გამო წარმოიქმნება კბილებზე, შავი ნადები, რომელსაც მხოლოდ ჯაგრისი და პასტა ვერ მოერევა და საჭიროების შემთხვევაში თუ თქვათ ისია რომ არ ჩანს კბილები და სრულად მოცულია ასე ვთქვათ ამ შავი ნადებით, შეიძლება ჩავრთოთ ეს აირჭავლოვანი მეთოდიც, მაგრამ როგორც ადაპტაცია და როგორც პირველადი წმენდის პროცედურა, ხო? ვიწყებთ აბრაზიული ჯაგრისი და პასტით. ეს პასტები, რა თქმა უნდა, ის არ არის, რასაც მშობლები სახლის პირობებში გამოიყენებენ, მაგრამ აი ესე სათითაოდ ყველა კბილის, ვთქვათ, წმენდით ჩვენი პასტებით, რაც ვთქვათ, სტომატოლოგიურ ამბულატორიაში გამოიყენება, ვახერხებთ იმას, რომ მივაჩვიოთ ბავშვი ამ პროფილაქტიკას. ეს უნდა მოხდეს 3 წლიდან ინტენსიურად წელიწადში 2 ჯერ. ნუ 8 თვეში ერთხელ მაინც ყოველ შემთხვევაში. შემდგომში უკვე სადღაც 6-7 წლიდან, როდესაც უკვე მუდმივი კბილები იწყებს ამოსვლას, პარალელურად ერთვება ეს მეორე აპარატიც, ხო? შეიძლება ჯაგრისი საერთოდ აღარ გამოვიყენოთ, იმიტომ რომ კომბინაციაში იშვიათად არის ხოლმე სწორი, ძირითადად ერთი სტანდარტული მეთოდით ვიყენებთ, ან თუ თქვათ ქვები აქვს, სკალერის აპარატს დავამატებთ ხოლმე, ხო? ვთავთ უკვე სხვადასხვა სახის აპარატებს. უმეტეს შემთხვევაში ასაკიდან გამომდინარე, აი, როცა უკვე მზაობა აქვს ამბულატორიაში ვიზიტის. აუცილებელია მაშინვე დავიწყოთ წმენდითი პროცედურები და პროფილაქტიკა. ხო. მე აი ის ჩვენი უმნიშვნელოვანესი თემა, რომ აი საწოვარას ამბავი, რომ ეს თანკბილვას აანგრევს, იწყებს თანკბილვს აი წინ გამოწევს. აი რამდენად და რამდენი რამდენად არის ეს მითია თუ რეალობა და მე მაინტერესებს აი რამდენი ხანი შეიძლება რომ ჩვენ შვილებს გქონდეთ საწოვარა. სამწუხაროდ რეალობაა და აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტია. ცოტა მეღიმება, იმიტომ რომ ჩემს შვილსაც დასანებებელი აქვს ახლა თავი. მიუკაკუნა, ასაკს უკვე კრიტიკულს შესაბამისად. რაც დრო გადის და რაც იზრდება ბავშვი, მით უფრო ქმნის თანკბილვის პრობლემას. წელიწადნახევრიდან მაქსიმუმ 2 წლამდე აუცილებელია, რომ საწოვარას თავი დავანებოთ. რატო? წოვის რეფლექსის გამო ენა თავსდება სასაზე. შესაბამისად, უმეტეს დატვირთვას იღებს ზედა ყბა. იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად დიდხანს უმეტესი პერიოდი ზუსტად ეს წოვის რეფლექსი აქვთ გამოხატული ბავშვებს, არასწორ შეთანასწორებაში მოდის ზედა და ქვედა ყბა. ვიწროვდება ქვედა ზედა ყბის რკალი და შესაბამისად მოდის წინ. და წარმოიქმნება უკვე თანკბილვის პათოლოგიები. იგივეა მავნე-ჩვევებთან დაკავშირებით, ხო, ცოტა მოზრდილ ასაკში, ხო, თითის წოვა იქნება, ეს ფრჩხილების კუნეტა იქნება, სკოლის ასაკში იციან ფანქრების გვერდიდან დაჭერა და კუნეტა ხოლმე საშინაო დავალებებს რო აკეთებენ, ხო? ნიშნულობა არა, ყველა თითქმის გადის მავნე-ჩვევების კატეგორიაში, რომელიც ასაკთან ერთად დროთა განმავლობაში არის კრიტიკული. იქიდან გამომდინარე, რომ აუცილებლად წარმოქმნის თანკბილვის პრობლემებს. და რაც უფრო თქვათ მობილიზებულები ვიქნებით ამ კუთხით, რომ ნაადრევ სტადიაზე მივაგნებთ პრობლემას და დავანებებთ თავს, ნუ ეს საწოვარას შემთხვევაში მაქსიმუმ 2 წელია, იმიტომ რომ მე უკვე გამოხატულია ეს ყველაფერი. მით ნაკლებად ავირიდებთ, ასე ვთქვათ, თანკბილვის პათოლოგიებისგან, განვითარებისგან თავს. კი. და აი ზოგადად, როდესაც ბავშვი იწყებს ამ თანკბილვის, ხომ არის რომ აი თანკბილვა გასასწორებელი აქვს, აი რამდენი წლიდან შეგვიძლია რომ მივიყვანოთ, აი მაგ შემთხვევაში
თუ ეს ინდივიდუალური, სინების გაკეთება პირველ რიგში, ხო? ფირფიტების სინები, იგივე ფირფიტების, ხო? გარდა, ეხლა თანამედროვე ორთოდონტიას უკვე იმ საფეხურზე, ციფრულზეა გადასული ყველაფერი, ხო? საერთოდ სხვა ერაში ვართ და სხვა ხანაში ცხოვრობ შესაბამისად. მომართვიანობის კუთხით ეს ზღვარი კიდე უფრო ქვემოთ არის, ხო? უბრალოდ ერთადერთი სარძავე თანგპილვაში მშობელმა რა უნდა გაითვალისწინოს, რომ სარძავე კბილებს შორის უნდა იყოს სივრცეები. ეს არ შეიძლება ძალიან დიდი დაშორებები არ იყოს, მაგრამ აუცილებელია რომ სივრცეები გქონდეს თავის შულს, როდესაც არის 2.5-3 წლის კბილებს შორის. რატო? ამოსაჭრელია მუდმივი კბილები, რომლებიც ამ სარძავე კბილის ქვეშ არის. ერთი. მეორე ის, რომ ეს მუდმივი კბილები არის საკმაოდ დიდი ზომის. შესაბამისად, თუ სარძავე კბილებს შორის არ გამოიხატება ადგილები, აუცილებლად სამომავლოდ ბავშვს ექნება თანგბილვის პრობლემა, იმიტომ რომ მუდმივ კბილებს, რომელიც იქნება ამოსასვლელი, აღარ ეყოფა ადგილი, აღარ ეყოფა სივრცე, რკალი და შესაბამისად ამოვა არასწორი მდებარეობით და აუცილებლად ასეთ ბავშვს დასჭირდება ორთოდონტის ჩართულობა. რაც შეეხება აპარატებს და მზაობას, ძირითადად ეს არის ცვლადი ასაკი. როცა იწყება პირველი კბილის მოცვლა, ახალის ამოსვლა, მეექვსე კბილების ამოჭრა, დაახლოებით პირველადი ვიზიტი კარგია ხოლმე 6-7 წლის ასაკში. ძირითადად ქვედა კბილების ცვლით ვიწყებთ და შემდგომში ზედა, მაგრამ ესეც ინდივიდუალურია და თუ ვიღაცამ თქვა ზედა კბილი მოიცვალა პირველი არ წარმოადგენს პათოლოგიას და პრობლემას, უბრალოდ ორთოდონტთან ვიზიტი გჭირდება დაახლოებით 6-7 წლის ასაკში, რომ შეაფასოს მდგომარეობა, რომ ნაადრევადვე დაიწყოთ ამ პრობლემის მოგვარება, იმიტომ რომ ფირფიტების გარდა არსებობს ძალიან ბევრი ორთოდონტიული აპარატები, რომლებიც უშუალოდ ფუნქციურ დატვირთვაზე მოქმედებენ. ეს რას გულისხმობს? აი მაგალითად ჰაირექსები არის ძალიან ბევრი. ძვალზე მოქმედებს და ბავშვის ზრდა განვითარებასთან ერთად მოქმედებს ძვალზე და ხელს უწყობს ამ ძვალის წოლ პოზიციაში ზედა თუნდაც ზედაყბის, თუნდაც ქვედაყბის, ხო? სწორი მიმართულებით ზრდას უწყობს ხელს, ხო? ჩვენ თუ დაველოდებით ბრეკეტ სისტემის ასაკს, რომელიც არის დაახლოებით 11, 12, 13 წელი, როგორც მშობლებმა იცვიან, მოიცვლის, მუდმივი თანგბილვა იქნება, მერე გაუკეთებ ბრეკეტებს, ხო? ამ შემთხვევაში უკვე ბრეკეტ სისტემა შეუძლია კონკრეტულ კბილებზე მოქმედება და არა ძვალზე, ხო? შესაბამისად, უკვე დაგვიანებულ ჩარევად ითვლება ეს ყველაფერი და როცა 6-7 წლის ასაკში ორთოდონტი შეაფასებს და ჩათვლის, რომ ბავშვს ჭირდება გამაფართოებელი აპარატი, ძალიან მალე მარტივად შეიძლება შედეგზე გავიდეს როგორც ბავშვი, ასევე მშობელი, რომ სამომავლოდ არ დაჭირდეს მსგავსი მკურნალობა. იმიტომ 6-7 წელზე ყოველთვის რეკომენდაციას უწევთ თერაპევტები, რომ ჩვენთან ერთად აუცილებელია, რომ შემოვიდეს ორთოდონტი, შეგაფასოთ თანგბილის მდგომარეობა, შეგიფასოთ და გითხრათ სამომავლოდ რა შეიძლება დაგჭირდეთ. გონცო ძალიან ხშირად არის მშობლებისგან გამიგია, რომ აი ჩემი შვილი კბილებს აკრაჭუნებს ხამით. და აი რაღაცნაირად ამბოლოს ძალიან ხშირად მესმის. ადრე იყო ჭიების ბრალი. ხო, და ხო, ჩემ დასჭირდა ეგრე და სადაც არ მიიყვანა დედაჩემმა, ყველგან ჭიებს აბრალებდნენ და მაინტერესებს მართლა საიდან მოდის ეს პრობლემა და როგორ შეიძლება რომ გადავჭრათ ეს ყველაფერი. კრაჭუნიც აი ბრუქსიზმიც საკმაოდ გამოხატულია ეხა უკვე მცირე ასაკში და პატარა თაობაში. უმეტესად მაინც ვაბრალებთ ჩვენ გაჯეთ სისტემებს და ცხოვრებისეულ რიტმს და რეჟიმს. არის თანგბილვის ამბავიც, გენეტიკური წინასწარ-განწყობაც, ზოგადად ვთქვათ, როგორ უვითარდება ბავშვს ზედაყბა, ქვედაყბა, იმიტომ რომ ხა თუ გამოხატულად ღრმა თანგბილვა აქვს, იქ ცვეთაც იქნება, იქ ბრუქსიზმიც იქნება ეს ბავშვი და ანუ მუდმივად იქნება პრობლემა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, როდესაც ძილის ფაზაში გამოიხატება ხოლმე უმეტეს ბავშვებში, ხო? ამ შემთხვევაში ძილის დროს კუნთების ტონუსი უნდა იყოს მოდუნებული, ხო? და ასეთ ბავშვებთან არის მუდმივად დაჭიმული. ეს რატო ხდება? აი ჩემ შემთხვევაში მაგალითად პირადი გამოცდილებიდან რა კატეგორიის მსგავსი ტიპის ბავშვებიც არ მყოლია, უმრავლესობას რო ჩავკითხებუარ და მიკითხავს მშობლისთვის, აი უახლოესი პერიოდი ძილამდე გაჯეტებთან ხომ არ არის, რამეს ხომ არ თამაშობს, ძირითადად მაინც გარდამავალი პერიოდის ასაკის ბავშვებისთვის არის დამახასიათებელი. და მე აღმოჩნდება ხოლმე კი, აი კომპიუტერულ თამაშებს თამაშობს, აი რო იძაბება მაშინ აკეთებს, მე ღამეც ვაკვირდები და იმეორებს, მიხვდით?
და მაინც პრობლემა არის ხოლმე უმეტეს შემთხვევაში ჩემი გამოცდილებიდან აქედან დაიწყო, რომ თქვათ იყო ხოლმე, რომ აი ეს დაძაბული სტრესის ფონზე, რაღაცა ემოციური გადაღლილობის ფონზე, ან თუნდაც ხასიათიდან გამომდინარე, ხო, აი გამოხატვის ერთ-ერთი ამბავი. და შესაბამისად ჩვევის ამბავში, როდესაც გადაზდის და ეს ტვინი არ არის მოდუნებული, როცა ძილის ფაზაში უნდა სრულიად დასვენებული იყოს და მოდუნებული, დაძაბული სტრესში და შესაბამისად გამოხატავს ამ პირისღრუში, თქვათ, კბილების ინტენსიური ცვეთით და კრაჭუნით. მერე ამის გარდა გასათვალისწინებელია ასევე ზოგადი ორგანიზმის მდგომარეობაც, ხო? კიდე ქრონიკული პათოლოგიები, მაგრამ ესე ცალსახად, რომ კონკრეტული მიმართულებით იყოს კავშირში, ესე არ არის. არსებობს გამანეიტრალებელი კაპები ორთოდონტიული მიმართულებით მკურნალობის და თუ თქვათ თვლით, რომ აუცილებელია, რომ ამ კონკრეტულ პაციენტთან ჩაერიოს ორთოდონტი. იმიტომ რომ აი ამ ყველაფრის გამო უკვე ძალიან ღრმა ცვეთაა, რაც კიდე მგრძნობელობას იწვევს, უკვე დისკომფორტს ყვების დროს ბავშვში აქვს შეგრძნებები, ხო? შესაბამისად, უკვე ვაკეთებთ კაპებით მკურნალობას და ვუნიშნავთ ხოლმე კაპებით მკურნალობას, უბრალოდ შედარებით უფრო მოზრდილ ასაკის პაციენტებთან. ანუ მაინც სტრესთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი. მაინც სტრესიდან გამომდინარე იწყება და ცხოვრებისეული რიტმიდან და იმ გარემოდან, ასე ვთქვათ, საიდანაც იწყებს ბავშვი ამ ყველაფრის ათვისებას. გამოხატავენ ხშირად აი დაჭიმული, დაძაბული კბილების თავიდან არის მცირე ასაკში, რომ აი შეგრძნება უნდათ ხოლმე და აი უსმევენ კბილებს ერთმანეთს, რომ აი ზედას როგორ ვახებ. ეს არის უფრო 2-3 წლის ასაკის ბავშვებისთვის და აი 5-6 წლის ასაკის ბავშვებიდან ვისთანაც უკვე გამოხატულია, ხო? ჩემ შემთხვევაში და გამოცდილების კუთხით უმეტეს შემთხვევაში დაემთხვა თუ ისე აღმოჩნდა, ეს კიდე დაკვირვების საგანია, მაგრამ ვისთანაც ვიკითხე და ჩავეძიე, ყველგან იყო გაჯეთ სისტემები, სადაც ინტენსიურად თუნდაც დაძინებამდე ინტენსიურად იჯდნენ და თამაშობდნენ ბავშვები. იცი, ახლა გამახსენდა ჩემს ბავშვებში, აი თუნდაც ფირფიტა რომ ეკეთებ, მერე ბრეკეტები, აი სახსარი მეკეტებოდა. ოღონდ ვერ მივხვდი მაინც საბოლოო ჯამში, ხან დასხივებებს მიკეთებდნენ, ხან რაღაცა, მაგრამ მერე თავისით გადამიარა. ახლა სისტემა, ანუ სტომატოლოგთან რომ ვიზიტზე მივდივარ, ხანდახან ახლაც მეკეტება ხოლმე, რომ დიდი ხანი შეიძლება რომ პირი მქონდეს ღია და ამ შემთხვევაში მე მაინტერესებს რა იწვევს მართლა იმ აქ სახსარზე დაყბის. სახსრის პრობლემებს და პათოლოგიებს კიდე ძალიან ბევრი განპირობებელი ფაქტორები აქვს, ეს უფრო ორთოდონტის მიმართულება, იმიტომ რომ კონკრეტულად ორთოდონტიაში არსებობს უშუალოდ სახსარზე მომუშავე სპეციალისტებიც, ვინც თქვათ აკეთებენ მკურნალობას. უბრალოდ ამას გარდა იმისა, რომ თქვათ სახსრის ტკივილი გაქვთ, კიდე დამატებით ძალიან ბევრი პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს, როგორც მენტალური, ასევე თავის ტკივილები, ასევე რა ვიცი, შეუქცევადი ტკივილები, გაუყუჩებელი არანაირი ანალგეტიკები რომ არ შველეს და ანუ ძალიან ბევრი ფაქტორებია ამ ყველაფერში მოსაზრებელი. შესაბამისად, უფრო მიმართულების კუთხით არ არის კონკრეტული სპეციალისტი მაგ შემთხვევაში ჩართული. ეს უნდა იყოს კომბინირებული მკურნალობის ამბავი და უნდა იყოს მულტიდისციპლინური მიდგომა და ისე უნდა ვთქვათ დაისვას დიაგნოზი და ისე უნდა შემოგთავაზოთ მკურნალობა როგორც ორთოდონტმა, ასევე სხვა სპეციალობის და სხვა ჭრილის ექიმმა. მე მინდა ახლა ჩემთვის აი ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო თემა შევეხო, ნარკოზი ბავშვებში. და აი მაინტერესებს მაგაზე ყველაფერი, ვიცი რა ყველაფერს შეიძლება ვერ ჩავეტიოთ ფორმატშიც, მაგრამ აი მოკლედ რომ აგვიხსნა და აი შიშები, რაც მშობლებს აქვთ მაგ შემთხვევაში, რომ გაგვიქარწყლოთ თუ აი არ ვიცი, აგვიხსნა მაგ ყველაფერთან დაკავშირებით, რომ აი როგორ რანაირად ჯერ კიდე აი ნარკოზის თემას სანამ შევეხები, ისე უბრუნდები ამ ადაპტაციის და პროფილაქტიკის ამბავთან, ხო? შესაბამისად, პირველი რგოლი არის ზუსტად მშობელი და რატო ამ მშობელზე გამახვილებული ყურადღება, რომ თუ კი გავითვალისწინებთ, რომ ეს პროფილაქტიკური მომართვიანობა იყოს მცირე ასაკიდანვე, პარალელურად ჩვენ როგორც მშობლები ხელს თუ შეუწყობთ, რომ ჩვენი შვილის კვება იყოს სრულფასოვანი, ჩვენი შვილის ცხოვრება იყოს ჯანსაღი, ჰიგიენა იყოს სახლის პირობებში
სივრცეებში მოწესრიგებული, ხო? ხელს შეუწყობ ნაკლები დენტოფობიის განვითარებას. ეს რას გულისხმობს, რომ ბავშვი სტომატოლოგთან არ მოვა ტკივილით, არ მოვა სტრესით, არ მოვა იმ გრძელვადიანი პროცედურების ჩატარებისთვის, არამედ მოვა რაღაცა მარტივი სახალისო შემეცნებითი და გასართობი აქტივობისთვის. ჩემთვის მაგალითად პირველადი პაციენტის ვიზიტი არის ყოველთვის ახალი თავგადასავალი. რატო? იმიტომ რომ მე ვეცნობი მას როგორც პიროვნებას, ხო? ის მეცნობა მე როგორც ახალ ადამიანს, ახალ გარემოს, ხო? ეს უნდა იყოს რაღაცა დღესასწაულივით, აი რაღაცა გეგმიურად დაგეგმილი, რომ აი წავედით, მივაკითხოთ, თქვათ, ჩვენ სტომატოლოგს, იმიტომ რომ შევამოწმოთ კბილები და არ უნდა იყოს ეს სტრესთან პირველ რიგში დაკავშირებული. მერე იწყება ნუგეშინია, ნემსი არ იქნება, ამას არ გააკეთებენ და მერე აი ეს ქვეცნობიერში ჩაწვეთებული ფრაზები, რომელიც სამომავლოდ იწვევს დენტოფობიის განვითარებას, რა თქმა უნდა, მშობლებიდან გამომდინარე, პირველ რგოლში ყოველთვის მშობლებს ვასახელებ ხოლმე, იმიტომ რომ ბავშვმა გაცნობიერებულად არ იცის, სად მიდის, რა ელოდება, შიშია, იქ სტრესია, ჩვენი ინფორმაცია უნდა იყოს მაქსიმალურად პოზიტიურ ქვეცნობიერზე მიმართული და პოზიტიური განწყობით მომართული და არ უნდა იყოს, თქვათ, ამდენ ნეგატიურ გამოცდილებაზე დაფუძნებული. მიუხედავად იმისა, რომ თეი შეიძლება მშობლებსაც ძალიან დიდი სტრესი ჰქონდათ წარსულში და ბავშვობაში და იქიდან გამომდინარე, თქვათ, გონიათ, რომ თავიანთი შვილებისთვისაც ეს იქნება სტრესი. ამ დროს შეიძლება საერთოდ სხვანაირად წარიმართოს ეს ყველაფერი, თუ სწორი კომუნიკაცია და ადაპტაცია იქნება ბავშვთან. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, არსებობს რიგი შემთხვევები, სადაც სამწუხაროდ ამბულატორიაში უძლურები ვართ. და რას გულისხმობ ამას? ჩემთვის ახლა ჩვენ კლინიკაში ზუსტად იმიტოა ცალკე ეს ბავშვთა მიმართულება, რომ ცალკე ადაპტაციის ვიზიტები გამოყოფილი გვაქვს და ყოველთვის ვეუბნებით მშობელს, რომ თქვენ შეგიძლიათ დაუსრულებლად იაროთ ადაპტაციის ფაზაზე, თქვენთვის გამოყოფილ დროის ჭრილში, სადაც ექიმი დაგითმობთ დროს და ჩადებს რესურსს, რომ საშუალება მივცევთ ბავშვს ნელა ეტაპობრივად ადაპტირდეს. თუ კი გგონიათ, რომ მისი ემოციური მზაობა რაღაც პერიოდის მერე იქნება, თქვათ, არის ხომ არის ახლა ბავშვის ტიპი, რომ თქვათ, თავიდან ახალი გარემოა, რაღაცა მეორე ვიზიტზე უკვე მისთვის მისაღები გარემოა, მესამე ვიზიტზე პირსაც გვიღებს, ხო? არის ესეთი შემთხვევებიც, ხო? ამიტომ ამ ყველაფერზე ინფორმაციას ჩვენ ვიღებთ მშობლებისგან, ხო? გვაქვს ესეთი ადაპტაციური ვიზიტებიც, კონსულტაცია ადაპტაციებთან ერთად, სადაც ჩვენც და ჩვენი გუნდიც მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავეხმაროთ ბავშვს ამბულატორიულ პირობებში ადაპტაციის, რომ დააჭდეს სავარძელზე და სტრესის და ემოციური ფონის გარეშე, თქვათ, შევძლოთ манипуляციების ჩატარება. მაგრამ არსებობს, თქვათ, ისეთი შემთხვევებიც, სადაც ან უკვე ერთი შემთხვევა არის ხოლმე სპექტრები, სინდრომები, ხო? საჭიროების მქონე პირების, ასე ვთქვათ, ამბულატორია ამბავის, სადაც ცოტა სხვა პროფილი და ჭრილია და ამბულატორია ხარისხიანს გულისხმობ, შეიძლება შეუძლებელი იყოს და ასევე ის კატეგორია, რომელსაც აი მთელი თბილისის კლინიკები და ასე ვთქვათ, მოვლილია, ყველგან ყავს ბავშვი ნამყოფი, უკვე შეშინებულია, სტრესშია და ბევრად მეტი ძალისხმევის ჩადება მიწევს და ამ დროს შეიძლება არც წარმატებით გავიარო ეს ადაპტაცია ბავშვთან. აი ამ შემთხვევაში, როდესაც არის მცირე ასაკი, ეს იგულისხმება 2.5-3 წელი, ხო? იმიტომ რომ 3 წელზე ხა წმენდაზე ბავშვი შეიძლება დაჭდეს და გაიწმინდოს ჩაგრისი და პასტით, მაგრამ 3 წელზე არხების ენდოდონტიური მკურნალობა თუ დაჭირდა, ანუ ნერვის ამოღება, შეიძლება გაუჭირდეს. იმიტომ რომ მე მინდა მშობელს ხარისხი შევთავაზო, ხო ხვდებით? შესაბამისად, ასაკი, ზოგადი მდგომარეობა ბავშვის, ხო, ჯანმრთელობის და ის, თქვათ, ბექი, რაც აქვს მას ადაპტაციის კუთხით, რომ თუ აქ უკვე შიში, ჩანერგილი და სტომატოლოგიის ფობია, გამოსავალი არის ამ შემთხვევაში ნარკოზი. უბრალოდ ნარკოზის სიტუაციაშიც არის განსხვავება, ხო, სედაცია და ზოგადი ნარკოზის ქვეშ მკურნალობა. თბილისში ჩვენთანაც საქართველოშიც იყო მალხენიაირით მკურნალობა ერთი პერიოდი, რამდენიმე წლის უკან, ეს არის მალხენიაირი, აზოტის ოქსიდი, მასკის საშუალებით არ ვაძინებდით, მოდუნებულ მდგომარეობაში გადადიოდა ბავშვი, ქვეცნობიერი შენარჩუნებული, სრულიად ადეკვატური, შემოდის კომუნიკაციაში, უბრალოდ სტრესი ითრგუნება. ეს არის სედაცია, ხო?
და აი რაც შეეხება ზოგად ნარკოზს, ხო? ზოგადი ნარკოზის ქვეშ პაციენტს ძინავს დაახლოებით 3 საათამდე მაქსიმუმ გააჩნია კბილების რაოდენობას და ვუწესრიგებთ ყველაფერს, რაც გასაკეთებელია პირის ღრუში. ამოსაღებია, დასაბჟენია სტრესის და ემოციური ფონის გარეშე. შემდგომში ეწერება სახლის პირობებში, ანუ არც ვტოვებთ ხოლმე ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ არ არის არც რთული მანიპულაცია, არც სტრესული, იმიტომ რომ საკმაოდ მარტივი მიმღებლობა აქვს ცოტა მშობლებს ჯერ კიდევ რთულად ამ ყველაფრის, იმიტომ რომ აი ნარკოზი რო ესმით, აი ვერ დავაძინებ, არ მინდა ნარკოზის ჩატარება, ამ დროს ბევრად უფრო სტრესული იქნება ამ ბავშვისთვის ამბულატორიაში ამდენი წარუმატებელი ვიზიტი ამ ხელა ემოციურ ფონზე, ვიდრე თუნდაც მშობლის მზაობა ნარკოზით მანიპულაციის ჩატარების. იმიტომ რომ ნარკოზით სევოფლურანს ვიყენებთ უმეტეს შემთხვევაში, სევორანია მედიკამენტი, რომელიც გამოსვლის შემდგომ რამდენიმე საათში გამოდის ორგანიზმიდან, ანუ ამ მდგომარეობაში ხო ორსულობის მდგომარეობაშიც კი მუშაობდა, ანუ სრულიად უსაფრთხო და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. და თუ ვთვლი რომ თქვათ ამ ბავშვთან საჭიროა იმ კუთხით, რომ ერთი რომ მე მშობელს ხარისხი შევთავაზო და მეორე ის რომ ამ ბავშვმა ამდენი სტრესი კიდე და ამდენი პროცედურები ვთქვათ სტრესში, ტირილში და ასე შემდეგ არ გაიაროს, რა თქმა უნდა ვთავაზობთ და ვურჩევთ ხოლმე რომ ჯობია თქვენ შემთხვევაში რომ ნარკოზით იმკურნალოთ და გაიკეთოთ კბილები. კი, მართლაც აი ეგრე ჯობია. ზოგადად მე მაინტერესებს რას ვრჩევდი ჩვენს მაყურებელს, რომლებსაც თვითონ აქვთ ფობია სტომატოლოგთან ვიზიტის. აი საიდან უნდა დაიწყონ აი მოზრდილ ასაკში, რომ აი ჯერ თვითონ და მერე თავიანთი შვილი მიიყვანონ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მეუბნებიან, რომ დიდებს არ მიიღებ. ტექნიკა აი თუნდაც ნემსის გაკეთების, ხო, ეხლა ნემსი დიდები ამბობენ, რომ ეხლა ნემსი მე რო დამანახო, მე წამივა გულიო და ამ 3 წლის ბავშვებს რო გაკეთებ. ის რო ესმით მერე ბავშვებს, ხო, შესაბამისად ნახეთ, აი ეს ტექნიკურად ეხლა მე ჩემი ჭრილიდან გამომდინარე საერთოდ სხვა მიდგომა გვაქვს ჩვენ ბავშვთა სტომატოლოგებს, იმიტომ რომ არც თეორიულად ვახსენებთ ამ ნემს, არც ვიზუალურად არ ხედავს ბავშვი, თუ რა თქმა უნდა გააზრებული ასაკი არ არის და თავისი მოთხოვნაა, რომ უნდა იცოდეს თქვათ რა ინსტრუმენტით შევდივარ კონკრეტულად. გარემოც ახლა კლინიკაც მობილიზებულია, რომ ეკრანები გვაქვს ჩართულია ხო ამ მულტფილმებში, ასე ვთქვათ, გადართულია ყურადღება და შევდივარ პირის ღრუში, რომ ვთქვათ, აი წყალს ვავლებთ, ჯადოსნური სიტყვე გვაქვს, ჩვენი სახელები გვაქვს, ხო, აი ბავშვთა სტომატოლოგებს კიდე ცალკე ძალიან ბავშვთა ხო, ჩვენ სახელებს რომ მეტად გაგვიადვილდეს კომუნიკაცია პატარებთან და უმეტეს შემთხვევაში ხა როცა არიციან რომ აი კონკრეტულად ეს ნემსი კეთდება უმეტეს შემთხვევაში წარმატებულია ადაპტაცია და ხშირ შემთხვევაშიც პატიობენ იმ წამიერ შეგრძნებას იმიტომ რომ ეს ბავშვი უკვე ჩემი ბავშვია, მოჩვეული ბავშვია, მიცნობს და ხა შეუძლებელია რომ ის რაღაცა ანესთეზიის გაკეთების მომენტი დიდებშიც იგივეა, ბავშვებშიც იგივეა, რაც არ უნდა გააკეთო ჟელეს წაусმევ თუ რა აპლიკაციურს გააკეთებ თუ სპრეის, მაინც შეგრძნებადია, მაგრამ ზუსტად ეგ მომენტია, რომ შენ სწორი კომუნიკაცია როგორ გექნება იმ გაკეთების მომენტში ბავშვთან, რომ ეს არ აღიქვა სტრესულად და არ აღიქვა, თქვათ, შიშის ფაქტორად, რომ აი კონკრეტულ ნემს მიკეთებენ. და რაც შეეხება დიდებს, ნუ მე მგონია, რომ ალბათ ცოტა ფსიქოლოგიური მომენტია, რომ პირველ რიგში უნდა იყვნენ მზად. და მზად უნდა იყვნენ, ემოციური მზაობა უნდა ქონდეთ, რომ თქვათ, აი დროა რომ ეს ყველაფერი გადალახონ. იმიტომ რომ აი გარდატეხის ასაკში აქვე დაურთავ, რომ ძალიან მიჭირს ხოლმე ხშირ შემთხვევაში ადაპტაცია ბავშვების, იმიტომ რომ ნუ ამ ასაკში ჰორმონალური ცვლილებები ცალკე ხასიათის ამბავი და არის ხოლმე რომ ცოტა ჭიდილი გვაქვს, რომ როგორ მინდა რომ სწორად მივაწოდო ბავშვს ინფორმაცია და აუხსნა, რომ მიმღებელი იყოს ამ ყველაფრის, ხო? ალბათ მოზრდილთა ასაკიც მსგავსად გამოიხატება, ვინც თქვათ დენტოფობიით არის შეპყრობილი, რომ მზაობა უნდა კონდეს პირველ რიგში და მიენდოს მის არჩეულ ექიმს, იმიტომ რომ ხა არ მგონია რომ ვინმეს უნდოდეს რომ მეორე ადამიანს ავნოს, ხო, ატკინოს და რაღაცა სურვილი კონდეს რომ აი ხა ნემს გაგიკეთებ და პირი გამიღე. ნუ ყოველ შემთხვევაში მე ესე ვთვლი და ესე ვუყურებ ამ ყველაფერს.
პირიქით, ანუ ჩვენთან მოსული პაციენტი გვინდა რომ რაც შეიძლება ნაკლები სტრესით, დადებითი ემოციებით, კარგი განწყობით და ხარისხიანი მკურნალობის, ასე ვთქვათ, ეტაპებით გავიდეს კლინიკიდან და უნდოდეს რაც მთავარია დაბრუნება და მაინც მგონია მოსდილ ასაკში უფრო მზაობა და იმ ყველაფრის თქვათ აღიარება რომ დროა რომ უკვე მივიდეთ და მიენდოს თქვათ იმ კონკრეტულ პირს ვისაც თქვათ ანდობს თავის პირისხლოს ჯანმრთელობას ხო და იმაგას ნამდვილად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ თუ გეშინიათ, ან თუ თვლით რომ აუცილებლად უნდა მიხვიდეთ ვიზიტზე, შემდეგ უფრო რთულია. რა ესეც ხო უნდა ითქვას, რომ აი მე აი წლები რომ ითმენ და შემდეგ აი რა სავალალო შედეგებამდე მივიდეთ, ხო? პირისხრუდან იწყება ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არა მარტო სტომატოლოგებს თუ კითხავთ და ყველანაირი პრობლემა კუჭნაწლავის იქნება თუ ქრონიკული პათოლოგიები, შემდეგ ამ ყველაფრიდან მოდის და ძალიან ბევრი ურთიერთკავშირშია, იგივე ღირს პაროდონტოლოგიური პრობლემები, ღრძლების ანთებებიდან გამოწვეული კიდე სხვა ქრონიკული პრობლემები, რომელიც ორგანიზმში მოდის და მოდის დროთა განმავლობაში და ისეთი ამბავია ხა ერთი კბილი მტკივა და მოდი მოვითფინოთ და მოდი სამომავლოდ გადავდოთ და ამ დროს ეს ბაქტერიული ფლორა პირისყრუში სულ არის, აზიანებს მის გვერდით მდებარე კბილებს და პრობლემა არ სრულდება პირიქით, ემატება და ემატება. ამიტომ ჩემი რჩევითაც და ჩემი რეკომენდაციითაც რაც არ უნდა შიში კონდეთ თუნდაც დასრულ პაციენტებს სტომატოლოგის აუცილებელია რომ წელიწადში ორჯერ შეამოწმონ, ჩაიტარონ პროფესიული წმენდა და გაესაუბრონ სტომატოლოგს და კონსულტაცია ჩაატარონ პირისღრუს ექიმთან, რომ ელემენტარული იცოდნენ თავიანთი პირისღრუს მდგომარეობის შესახებ. კი, და ნამდვილად უნდა მივმართოთ პროფესიონალებს, როდესაც საქმე ეხება ჩვენს პირისღრუს, რადგან არ დაგვიანდეს და არ მივიდეთ იმ სავალალო შედეგებამდე, რომელზეც შეძლო რომ შემდეგ მივიდეთ და მაგალითად უკვე ხომ შეიძლება რომ რაღაც თავის დროზე რომ არ მივხვდეთ შემდეგ საერთოდ დაკარგო ელემენტარული და ამ დაკარგვის შემდეგ მე რა შედეგებამდე მივდივართ. იმხელა პროგრესს განიცდის სოფლიო და ისეთ თანამედროვე ლეველზე ასე ვთქვათ, ნამდვილად რო ვთქვათ, გადავედით რომ იმდენად გამარტივდა ამ ყველაფრის მიმღებლობა, თუ გინდათ დიაგნოსტიკის კუთხით, თუ გინდათ აპარატურული კუთხით, ხო? თანამედროვე და აღჭურვილი ნებისმიერი სტომატოლოგიური კლინიკა მზად არის პაციენტი მიიღოს უმტკივნეულო სტომატოლოგიურ ამბულატორიას, იმიტომ რომ ჩვენი არც კლინიკა, არც ექიმები არ არიან ორიენტირებული, რომ ეს პაციენტი განიცდის ტკივილს. პირიქით, რაც რო გადის, მით უფრო მარტივდება ეს ყველაფერი, მით უფრო ბევრი რაღაცა ინერგება, უფრო გამარტივებული პროცედურების შესატარებლად, თუნდაც პირისღრუში და თუნდაც სტომატოლოგიაში, ხო? ამიტომ არსებობს საერთოდ ელექტრონული ფენი ქვია, ნემსი, ანუ წვეტიც იმდენად პატარა აქვს და მუსიკები ირთვება ბავშვებისთვის, გვაქვს ხოლმე კალამი, საანესთეზიო, ანუ ძალიან შეცვლილია როგორც აპარატურები, ასევე დიაგნოსტიკის კუთხით, იმიტომ რომ სხვა დროში ვცხოვრობთ, ხო? შესაბამისად ეს არ არის რაღაც ამხელა 5 გრამიანი ნემსი აიღო და დამარჭო პირისღრუში და ვაიმე რა მეშველება, ხო? შემდგომში უფრო სავალალო შედეგები შეიძლება გამოიწვიოს კბილის დაკარგვამდე, ძვლოვანი სტრუქტურის დაზიანებამდე, ანთებამდე, რა ვიცი, აი ქვედა ყბაზე კიდე განსაკუთრებით ფლეგმონები და საკმაოდ საშიში დაზიანებები და დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს. აი ესე უგულებელ ყოფილად დატოვებულმა, ვთქვათ, დაზიანებულმა კბილებმა. ამიტომ მე მგონია, რომ დრო ისე არის, ასე ვთქვათ, ამ პერიოდში, რომ ბევრად უფრო უნდა გაუმარტივდეთ აი ამ დენტოფობიის გადალახვაც და პირისღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვაც. გონც მე მინდა ძალიან საინტერესო თემა შევეხო, როგორც დავიწყეთ ჩვენ ის რომ მუცლად მყოფობის დროს პერიოდში აუცილებლად უნდა მივხედოთ ფეხმძიმობის დროს ამ ყველაფერს. აი პოდკასტის აი მიწურულისკენაც მინდა რომ ეს საკითხი ცოტა განვავრცოთ იმ მხრივ რომ აი რა რჩევებს მიცემდი ფეხმძიმედ ადამიანებს, აი როგორ უნდა მოუარონ თავიანთ პირისღრუს ისე რომ შემდეგში უკვე არ გამოიწვიონ ეს პრობლემები, როდესაც დაიბადება ბავშვი. მე ვურჩევდი რომ აუცილებელია რომ აი ყველაზე მთავარი მაინც პროფილაქტიკას მივადგები ხოლმე ყოველთვის, იმიტომ რომ მაინც ვიწყებ ხოლმე მაქედან და ჩემ შემთხვევაშიც
მით უმეტეს, როდესაც მიდრეკილი არის, ხო. ხო, თანკბილვის პრობლემა ვისაც აქვს, ნადების კუთხით მიდრეკილება ვისაც აქვს, ვისაც აქვს კვებითი პრობლემები, ხო, იმიტომ რომ ხა კი. ვერ მოთხოვ ორსულს ტოქსიკოზი თუ აქვს, რომ ეს მიიღე, ეს ვიღე გაწერილად ესე და ცხრილის სახით არავის თან არ არის, ხო, გათვალისწინებული და არ იცი თქვათ იმ ორსულის კონკრეტული მდგომარეობა, მაგრამ ის რომ სახლის პირობებში თქვათ ირიგატორები ჩართული იყოს, ხო, სრულფასოვანი წმენდა მოხდეს, რემთერაპიის გელები, პასტები, ხო, და ხელი შეუწყოთ, რომ თქვათ ვიზიტით სტომატოლოგთან იყოს წელიწადში ორჯერ და აუცილებლად თქვათ ჩავიტაროთ პროფესიული წმენდა, იმიტომ რომ არსებობს დავამატებ აქვე ორსულთა გინგივიტი, ხო? არის ხოლმე რომ გარკვეულ პერიოდში ეს ღრძილები შუპდება, არის ბევრად უფრო სისხლდენი, ალისებური, ჰიპერემიული, ეს არის ჩვეულებრივი ორსულთა გინგივიტი, რომელიც შეიძლება 10-დან 5-ისთვის იყოს დამახასიათებელი, მაგრამ ამ ყველაფრის პრევენცია ზუსტად ის, რომ უნდა მივიდეთ პაროდონტოლოგთან, უნდა გავიწმინდოთ კბილები, მოვაშოროთ ნადებისგან ჩვენი კბილები და ვიზრუნოთ ის, რომ თქვათ ჰიგიენური ნორმები იყოს დაცული. ანუ პირველი და უმთავრესი არის მაინც ეს, რომ წმენდა წელიწადში ორჯერ. და ჩეკი რომ არ იყოს თქვათ კარიესული დაზიანებები მრავლობით, იმიტომ რომ ხა ბავშვის ორგანიზმი დედისგან ისედაც იღებს კალციის, შესაბამისად თუ ბავშვი D ვიტამინის ნაკლებობით იბადება, შეწოვა კალციუმის და ფოსფორის ნაკლებად ხდება და უკვე სტრუქტურულად დაზიანებული კბილები ამოდის, იწყება თეთრი ცარცისებური ლაქებით კბილების ზედაპირზე და ერთ თვეში და ორ თვეში შეიძლება ეს თეთრი ცარცისებური ლაქა უკვე იყოს დემინერალიზებული კერა, კარიესი, ღრუ და უკვე წამოვიდეს ჩივილები, ხო? ამიტომ ეს ყველაფერი მიდის დედის ორგანიზმიდან პირველ რიგში და შემდგომში უკვე დაბადების შემდგომ უკვე ბავშვის კვებიდან გამომდინარე, ხო? თუ როგორ კვებაზეა ის და როგორ ჩამოყალიბდება მისი სტრუქტურული მინანქარი და ასე ვთქვათ, კბილის ქსოვილები მუცლადყოფნის ასაკიდან ამოჭრის ფაზამდე. და შემდგომში უკვე გარემო ფაქტორები, ჰიგიენა და კვება, რასაც მშობელი თავაზობს ბავშვს. ამიტომ რგოლია ერთგვარი, როგორც კვებითი ჯაჭვია ხოლმე, აი ეს მუცლადყოფნის პერიოდი, ორსულობის პერიოდი და შემდგომში თქვათ ბავშვის სარძევი კბილების განვითარება, მოვლა და ზრუნვა გადაბმული, ასე ვთქვათ, ერთმანეთთან, რომ სამომავლოდ როგორც დედის ორგანიზმი იყოს ჯანმრთელი, ასევე ბავშვის. იმიტომ რომ დედის ორგანიზმი მაგ დროს ხომ ყველანაირი ვიტამინი ბავშვთან მიდის და შესაბამისად ეგ ძალიან საინტერესო ამბავია. მე მაინტერესებს ზოგადად აი ამ სიტუაციებიდან გამომდინარე, როდესაც უკვე ბავშვი ანუ იწყებს ტკბილეულის ჭამას. ანუ ეგ ამბავი მითია რომ ტკბილეული მართლა, ანუ კი მეც მგონი რომ აზიანებს ანუ ზოგადად, მაგრამ რამდენად იშვიათად რო შეჭამოს ან რაღაც, ეგ როგორაა ეგ ამბავი? მაინც როგორ არის იცით, ანუ უმეტეს შემთხვევაში ხა ბავშვია და ჩვენც ვერ ვუკრძალავთ ესე და სულ ვეუბნებ მშობელს, რომ ნუ ბავშვია და გეტყვით, რომ ხა არა უკრძალოთ, მაგრამ აი არჩევითად რო კონდეს არჩევანის საშუალება, ხა ბევრად გვირჩევნია ჩვენ მიიღოს შოკოლადი, ვიდრე საწუწნი კამფეტი. რატო? ჩუპა-ჩუპსები, საწუწნი კამფეტები, ხო? აი წებადი საკვები ტკბილეული, ხო? დიდხანს ყოფდება პირისყრუში, ხო? დიდხანს ეკრობა კბილების მინანქარს. შოკოლადის შემდგომ შეიძლება უბრალოდ წყალი მიაყოლონ და გამანეიტრალებელი იყოს ეს ყველაფერი მიხვდით და არ წარმოადგენდეს მსგავს პრობლემას, რომ აი აუცილებლად იქნება თქვათ კარიესი, მაგრამ ამასაც გარკვეული დოზა აქვს დღის გარკვეულ პერიოდში და რა თქმა უნდა ეს არ უნდა იყოს მუდმივი წახემსების სახით, ხო? აი არიან ბავშვები, ვინც მუდმივად დღის განმავლობაში თამაშის დროს იქნება თუ რასაც არ უნდა აკეთებდნენ, მუდმივად კბილს იღებენ. აი, მსგავსი ხასიათის არ უნდა კონდეს, თორე ის რომ კონკრეტულად ესე ავგრძალოთ, რომ არ მიიღონ ბავშვებმა კბილეული, ნუ სრულიად გამორიცხულია და არც არის რეალობა, ხო? უბრალოდ არჩევითად თუ კი ექნება მშობელს საშუალება, შეურჩიოს შედარებით უფრო ჯანსაღი. ჯანსაღი იმ კუთხით, რომ ნაკლებად მავნე კბილების ქსოვილებისთვის და ნაკლებად რომელიც ყონდება, ასე ვთქვათ, კბილების ზედაპირზე და ნუ გამანეიტრალებელი ეს არის წყალი. ასევე
ცოტა მოზრდილ ასაკში, აი თინეიჯერობის ასაკში ხო ძალიან ხშირად არის ან გაზიანი სასმელების მომხმარებლები, ენერგეტიკული სასმელების მომხმარებლები. ის პირდაპირ მოქმედებს კბილების სტრუქტურაზე, იმიტომ რომ შეიძლება სრულიად ჯანსაღი კბილის ქსოვილი ერთ თვეში და ორ თვეში საკმაოდ დემინერალიზებული, სტრუქტურულად განადგურებული და აი მრავლობითი კერებით წარმოიქმნას. რატო? იმიტომ რომ მჟავებს შეიცავს ეს გაზიანი სასმელებიც და ენერგეტიკულებიც და ეს მჟავე პირდაპირ ურთიერთქმედებს ჰიდროქსიაპატიტთან, რომელიც არის მინანქრის შემადგენლობაში, ხო? შლის ამ უჯრედს და შესაბამისად იწყება დექსტრუქციული უბნები. წარმოიქმნება ლაქოვანი სტადიები, აი ხშირ შემთხვევაში უკვე ვიცი ხოლმე, რომ ჩავხედავ პირის ღრუში, აი მოთეთრებული არშიები ყველა ყელის მიდამოში, როდესაც აღენიშნებათ თინეიჯერობის ასაკში, პირველი რასაც ვეკითხები, გაზიანებს ხო არ იღებ ყოველდღე ან ენერგეტიკულს ხომ არ სვამ. უმრავლესობას პასუხია კი ყოველდღე. ამდენად აზიანებს. იმდენად გაზრდილია, ვთქვათ, ეს მოხმარების ამბავი ამ ასაკში, რომ ზღვარი არის საკმაოდ დაბალი უკვე პაციენტებში, რომ აი ზუსტად მსგავსი დაზიანებებით არის. ამ დროს შეიძლება სრულიად ჯამრთელი ჯანსაღი მუდმივი კბილებით იყოს ბავშვი და გარემო ფაქტორებიდან და კვებიდან გამომდინარე ეტაპობრივად შლიდეს და ანადგურებდეს თავის კბილებს. და ესეც გასათვალისწინებელია ნამდვილად. კი, აი ნამდვილად და ზოგადად აუცილებელია მოკლედ განმეორდები თავიდანვე ვიზიტი ჩვენი შვილების პროფესიონალ ექიმთან და ეს ყველაფერი აუცილებელია ნამდვილად ჩვენ დღის წესრიგში რომ იყოს და მოცემულობაში. მადლობა გვანცო იმისთვის რომ მოხვედი დღეს სტუმრად ამ საინტერესო საუბრისთვის, რომელიც საიდანაც აი მართლა იმხელა ინფორმაცია მიმაქვს, რომ დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებელიც ეგრე ინფორმირებული იქნება. თუნდაც ერთ მშობელს კიდე დამატებით რაიმე ინფორმაცია მივაწოდეთ და ნიშნულობა ბავშვთა სტომატოლოგიის და სარძევი კბილების კურნალობის პირველ რიგში. კი, აუცილებელია. ის არის პირველი რგოლი, რომ შემდგომში ეს მუდმივი კბილები ამოვიდეს ჯანსაღი და ამოვიდეს ჯამრთელი, რაც მთავარია. კი, ნამდვილად და სრულფასოვანი ბავშვის ღიმილი და რაც პირდაპირ კავშირშია მის ცხოვრებისეულ, ვთქვათ, პიროვნულ აქმასთან და შეფასებასთან, იმიტომ რომ ღიმილით იწყება ყველაფერი. კი, და სხვათა შორის ჩემმა წინა სტუმარმა აღნიშნა, რომ აი ამის კომპლექსი მქონდა და იდეაში ეგრეა, აი როდესაც შენ არ გაქვს ეს თუნდაც სწორი თანგებული, კი ბატონო, ყველაფერი იწყება იქიდან. კი, და ნამდვილად ეს ყველაფერი არის მნიშვნელოვანი, რომ ვეწვიოთ ვიზიტზე ჩვენს სტომატოლოგებს. მადლობა კიდევ ერთხელ ჩემთან მოსვლისთვის და ამ საინტერესო თავგადასავლისთვის და ინფორმაციებისთვის, რომელიც გაგვეზიარეთ. დღევანდელი ჩვენი ეპიზოდის სტუმარი გახლდათ გვანცა ფეტელავა, ბავშვთა და მოზრდილთა სტომატოლოგი თერაპევტი და გემშვიდობებით შემდეგ შეხვედრამდე.